ზე ადამიანი არაა მხოლოდ ის, ვინც საკუთარ თავს ძლია. ზე ადამიანია ის, ვინც სისუსტეებს აცამტვერებს და ქარს ატანს. მისთვის სრულყოფილება არ არის უბრალოდ მიზანი. ის მისთვის გზა, რომელიც არასდროს მთავრდება და ყველაფრის მიუხედავად მან ის უნდა გაიაროს. ის არის შემოქმედი საკუთარი თავის. არსება, რომელიც სიცოცხლეში და ტკივილში პოულობს ძალას ახალი ფასეულობების და მორალის შესაქმნელად. არის დექსტერი ასეთი პიროვნება? შეგვიძლია ვუწოდოთ მას ზე ადამიანი. თუ ის უბრალოდ ფსიქოპათია, რომელსაც გარემოებებმა უბრალოდ მიმართულება მისცა. ემოციები ასაზრდოებენ საზოგადოებას და საზოგადოება ქმნის ემოციებს, რომლითაც ის საზრდოობს. ამ უსასრულო ჯაჭვში ხანდახან ფიქსირდება ანომალია, სისტემის გაუმართავობა. შეცდომა, რომელიც წარმოშობს ინდივიდს, რომელიც არის განცალკევებით მდგომი თავისი მორალით და კოდექსით. კოდექსით, რომელიც არა მხოლოდ კრედოა ცხოვრების, არამედ მოვალეობა. რადგან თუ არა კოდექსი, მაშინ ყველა გამხელს. ყველა მიხვდება თუ რა მონსტრი იმალება შენში. ცხადი გახდება თუ ვინ არის დექსტერ მორგანი. არ და თითქოს ყველაფერი ნათელია. დექსტერი ექსპერტ კრიმინალისტად მუშაობს მაიამის პოლიციაში. არის მზრუნველი ქმარი, ყურადღებიანი მეგობარი, საუცხო მამა და საუკეთესო ძმა. ხო, და ამ ყველაფერთან ერთად არის კიდევ ერთი რაღაც. ის არის სერიული მკვლელი. ფსიქოპათი, რომელიც ვერაფერს ვერ გრძნობს. მისთვის უცხო ადამიანური გზნობები და ემპათია და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეგალია უბრალოდ მისი როლია, რომ წარმატებულად იარსებოს და კვებოს თავისი მოთხოვნილებები. ბავშვობაში გადახდენილმა ტრავმამ მას დაღი დაასვა და ახლა ის იზოლებულია იყოს ყველასგან განსხვავებული და მუდმივად იცხოვროს ფარსში და ამ ფარსში უნდა ჩართოს მთელი მისი საახლობლო წრე. ის შინაგანი დემონი, რაც დექსტერს ყავს, ყველას თამდევია, ყველაში ცხოვრობს რაღაც მსგავსი მხეცი. თუმცა განსხვავება ჩვენსა და დექსტერს შორის ისაა, რომ მასთან მხოლოდ ეს მხეცი დარჩა. დემონი, რომელსაც სისხლის წყურია. თუმცა ბევრი ფაქტორის მიუხედავად, დექსტერი მაინც არ შეიძლება განიხილო როგორც კლასიკური ფსიქოპათი, რადგან ის თვისებები, რაც მას გააჩნია, ასე უბრალო ფსიქოპათებს არ ახასიათებთ. მას აქვს წარმოუდგენლად მაღალი ინტელექტი და მოჭარბებული სიფრთხილე, ასევე დისციპლინა. აქვს ძალიან კარგი ლოგიკური მსჯელობის და ანალიზის უნარი. სიღრმისეულად შესწავლილი აქვს მედიცინა და კრიმინალისტიკა. უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული დედუქცია და შეიძლება ითქვას, რომ არის ელიტარული დეტექტივი. ასევე აქვს წარმოუდგენლად დიდი მოთმინების და დაგეგმვის უნარი. ასევე ფიზიკურად არის საკმაოდ ძლიერი, ბოლო-ბოლო ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამრის მფლობელია და ტოლს არ უდებს ნებისმიერ სამხედრო სწავლება გავლილ ოპონენტს. და მიზეზი, რატომაც არის დექსტერი ასეთი ერთადერთი და განუმეორებელი, ეს ჰარი მორგანია, მისი მამინაცვალი. სწორედ ჰარიმ შექმნა დექსტერი, აქცია რა მაღალფუნქციურ სოციოპათად. მან შეუქმნა კოდექსი, მის სამიმართულება, დაუწესა წესები და მისი დაცვის აუცილებლობაში დაარწმუნა. ამ კოდექსთან ერთად დექსტერი იქცა ნამდვილი იარაღად, წარმოუდგენელი მასშტაბების და გაქანების ინდივიდად, რომელიც ნებისმიერ დასახულ მიზანს ზედმიწევნით კარგად ასრულებს. ყველა სფერო, სადაც დექსტერია, იქ ყოველთვის ჩანს მისი პროფესიონალიზმი. ბევრი თვლის, რომ ზე ადამიანი ვერ გახდები, ზე ადამიანად იბადებიან. მაგრამ ჰარი მორგანმა დექსტერის სახით ნამდვილად შექმნა ადამიანი, ვინც ალბათ ყველაზე ახლოსაა ზე ადამიანის ცნებასთან. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც ფსიქოპათია და პასუხი კითხვაზე არის თუ არა დექსტერი ზე ადამიანი? არა, არ არის. რადგან ის უბრალოდ იარაღია, სუბიექტი, რომელსაც სურს მანკიერი ვნებების დაკმაყოფილება.